Okay. და ეხლა მოვედით უკვე ჩვენს non-functional testing-ზე. ესე იგი, ფუნქციური ტესტირების ნაწილი გავიარეთ კარგად, სიღრმისეულად და იმედია, რომ თითოეული ტიპი უკვე კარგად იცით და თუ რაღაც ისეთ იქნება გაურკვეველი ან რომელიმეზე საკმარისი ინფორმაცია შეიძლება ვთქვათ, რაღაც დამატებითი კითხვა გაქვთ და საკმარისად რაღაც ვერ ახსენი, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში და აუცილებლად კიდე დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით. თუმცა მოკლედ ფუნქციური ტესტირება და functional testing-ის ტიპები უკვე გავიარეთ. ეხლა რა არის non-functional testing-ი? ანუ მოკლედ functional testing-ი როდესაც დავიწყეთ, ვთქვით, რომ functional testing-ი ამოწმებს, რას აკეთებს სისტემა. როდესაც non-functional testing-ს არ აინტერესებს, რას აკეთებს სისტემა, მას აინტერესებს, როგორ აკეთებს მას. ანუ non-functional testing-ი ამოწმებს არა იმას თუ ზოგადად რას აკეთებს სისტემა, არამედ როგორ აკეთებს აი ამ კონკრეტულ რაღაცას. ანუ speed-ი, აქ მოწმდება ძირითადად speed-ი, ანუ რამდენად სწრაფია ზოგადად სისტემა, security რამდენად გვაქვს. მაგალითად ძალიან ბევრი user-ზე რა ხდება, აი ძალიან დიდ load რო გვაქვს, ან მაგალითად ძალიან დიდ ფაილს ავტვირთავთ, მაგ შემთხვევაში სისტემა რას აკეთებს, ან სხვადასხვა device-ებიდან რო შევდივართ, ამ დროს რა ხდება. მოკლედ ეს არის უფრო მეტად ნაწილი, სადაც არაფუნქციური ტესტირება ხდება, როდესაც ჩვენ გვაინტერესებს როგორ აკეთებს სისტემა. იმას, რასაც უნდა აკეთებდეს. არა რას აკეთებს, არამედ როგორ აკეთებს, როგორი სიჩქარით, როგორი უსაფრთხოა, რა ხდება, როდესაც მაგალითად რაღაც არასტაბილური ან მაგალითად ძალიან დიდ ფაილს ვტვირთავთ, ან ძალიან ბევრი user იყენებს რაღაც კონკრეტულ ფუნქციონალს და ასე შემდეგ. ანუ მარტივად კიდევ ერთხელ რომ გავიაზროთ, functional ეს არის what does it do და non-functional ეს არის how does it do. კარგი, ეხლა ვისაუბროთ არაფუნქციული ტესტირების ტიპებზეც და გავიარეთ თითოეული მათგანი. მოკლედ, non-functional testing ტიპებში გვაქვს შემდეგი ტიპები: performance testing, load testing, stress testing, security testing, usability, compatibility და accessibility testing. ეს ანალოგიურად როგორც functional შემთხვევაში აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ, იმიტომ რომ შეიძლება დაგვისვან განსაკუთრებით junior QA-ის გასაუბრებებზე შეიძლება რაღაც მსგავსი შეკითხვაც დაგვისვან, რომ აი მაგალითად აბა რა არაფუნქციური ტესტირების ტიპები იცი, ან რას აკეთებს მაგალითად stress testing. მოკლედ რაღაც მსგავსი შეკითხვა. ამიტომ უბრალოდ უნდა დავიმახსოვროთ ეს ტიპები და რასაკვირველია თავისი განმარტებებიც. Okay, performance testing-ი თავის მხრივ კიდე იყოფა და გვაქვს load testing, stress testing და scalability testing. და რას ნიშნავს თითოეული მათგანი? ანუ performance მოკლედ როგორ ასრულებს სისტემა რაღაცას, ხო? ანუ როგორი performance აქვს. Load testing-ის შემთხვევაში ვამოწმებთ, ანუ ზოგადად ჩვეულებრივი, ვთქვათ, რაც უნდა იყოს, აი ჩვეულებრივი load-ის შემთხვევაში, ანუ არა ძალიან გადატვირთული ჩვეულებრივი load-ის შემთხვევაში, როგორ მუშაობს სისტემა. ანუ ნორმალურ load-ის შემთხვევაში, ასე რომ ვთქვათ, ნორმალურ შემთხვევაში როგორ ასრულებს რაღაცას სისტემა, რაღაც კონკრეტულ მოქმედებას. Stress testing-ი ეს არის, როდესაც ვსტრესავთ სისტემას, ანუ როდესაც რაღაცას ისე ვაკეთებთ, ესე რომ ვთქვათ, რაც არ არის რეალურად ნორმალური. აი მაგალითად, როდესაც თქვა ძალიან ბევრი user-ი ერთიანად ძალიან ბევრ ფაილს წვირთავს, ან რაღაც ძალიან დიდ data-ს მივაწვდით, ან მაგალითად ძალიან ბევრ ფაილზე ძალიან ბევრი რეკორდი გვაქვს და ყველაზე თქვა მინდა რომ 5000 რაღაც გადმოვიწერო. ან მოკლედ რაღაცით ვსტრესავთ, ან რაღაცას ისე არ ვაკეთებთ, როგორც ჩვეულებრივ შემთხვევაში, უბრალოდ ანუ limits გადავაჭარბებთ, ასე რომ ვთქვათ, და აი ამ limit-ის ზემოთ ან მაგალითად რაღაცა როდესაც limit-ი გვაქვს, რომ ვთქვათ, აი ამდენი ფაილი უნდა გადმოვიწეროთ და ჩვენ სამბერს გადმოვიწერთ, ან ატვირთვის დროს გვაქვს limit-ი, რომ აი ამდენი მეგაბაიტის ზომის ფაილი უნდა ავტვირთოთ და ჩვენ მასზე ბევრს ავტვირთოთ. მოკლედ, როდესაც limit-ის ზემოთ რაღაცას გავაკეთებთ და რა თქმა უნდა უნდა დაფეილდეს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს limit-ი, რომ აი ამ limit-ამდე უნდა ვთქვათ ესე მუშაობდეს და შემდეგ ამ limit-ის ზემოთ უკვე რა თქმა უნდა დაფეილდეს და როგორ ფეილდება. მოკლედ, stress testing-ზე იტესტება სისტემა სტრესის პირობებში, ესე რომ ვთქვათ, როგორ იმუშავებს სტრესის პირობებში, როდესაც რაღაც limit-ს მიღმა ხდება. და scalability testing. Scalability testing ეს არის როგორ მუშაობს სისტემა მასზე მოთხოვნის ზრდად
ზრდასთან ერთად, ზრდასთან შესაბამისად. ანუ, როდესაც მაგალითად ჩვენ რაღაც აპლიკაცია გვაქვს და ყავს მაგალითად 500 იუზერი. შემდეგ უკვე როდესაც სისტემა თავად, როდესაც ჩვენი აპლიკაცია იზრდება, ვთქვათ, მეტმა ადამიანმა გაიგო მის შესახებ, მეტმა მომხმარებელმა ჩამოიწერა და უკვე 5000 ყავს, 500-ის ნაცვლად, ვთქვათ, აი რამდენად შესაბამისად მუშაობს სისტემა მის ზრდასთან ერთად. ანუ, როდესაც ჩვენი აპლიკაცია, ასე ვთქვათ, მოთხოვნა იზრდება, მომხმარებლები იზრდება და ასე შემდეგ, რამდენად სწორად მუშაობს ამ დროს ეს აპლიკაცია. ოკეი. ეხლა ვისაუბროთ დანარჩენ 4 ტიპზეც, ანუ security testing, ისინი რომლებიც მნიშვნელოვანია, security testing, compatibility testing, usability testing და accessibility testing. ანუ security testing-ი, როგორც სიტყვად ვითომ გვეუბნება, მარტივი დასამახსოვრებელი, რომ security testing-ის დროს ჩვენ მოვამოწმოთ, ესე რომ ვთქვათ, აპლიკაციის უსაფრთხოებას და აპლიკაციის უსაფრთხოების სისტემას, რამდენად უსაფრთხოა, რამდენად მომხმარებლის data, მომხმარებლის მონაცემები რამდენად დაცულია, რამდენად მაგალითად ანუ აუთენტიფიკაციას ვამოწმებთ, რომ ნამდვილად ვთქვათ, რაღაც ისეთი, ვისაც რაღაც კონკრეტულზე წვდომა არ აქვს, ამ ადამიანს არ შეუძლია რომ ნახოს რაღაცა მაგალითად რაღაცა კონკრეტული ვიდეოს გახსნა, მაგალითად, კონკრეტული უზერებზე არ შეიძლება და ამ დროს ვამოწმებთ, ანუ მე რომელსაც access-ი არ მაქვს, თუ შემიძლია რომ გავხსნა. და ასე შემდეგ, მოკლედ, აქ მოწმდება უსაფრთხოების ნაწილი აპლიკაციის security. Compatibility testing. Compatibility testing ეს არის, ესე იგი, შეთავსებადობა თუ არ ვიცი სიტყვა სწორად როგორ ქართულად როგორ გადმოვიტანო, მაგრამ compatibility ნიშნავს, ანუ რამდენად სხვადასხვა გარემოში, არა მხოლოდ სხვადასხვა ბრაუზერში და არა მხოლოდ სხვადასხვა device-ში, ანუ უბრალოდ სხვადასხვა გარემოში და სხვადასხვა სიტუაციაში რამდენად შეთავსებადი არის ჩვენი აპლიკაციის მუშაობა, ანუ რამდენად, ვთქვათ, სწორად მუშაობს ამ შემთხვევაში გინდათ სხვადასხვა ბრაუზერზე ან სხვადასხვა device-ი ან სხვადასხვა მაგალითად iOS სისტემაზე, მე ვთქვათ iOS 10 მაქვს, ვიღაცა 13 და ანუ ვიღაც რამდენად შესაბამისად მუშაობს ეს აპლიკაცია ამ სხვადასხვა გარემოებებში. კიდე მაგალითის სახით რა წარმოიდგინოთ, აი მაგალითად თქვენ რაღაც PlayStation-ი 2-ის ან 3-ის რაღაცა კონკრეტული თამაში, რომ PlayStation 4-ზე არ იხსნება, ხო? ანუ ეს არ არის compatible, ასე რომ ვთქვათ რა. ანუ ეს შეთავსებობა მოკლედ სხვადასხვა ბრაუზერზე, სხვადასხვა გარემოში ზოგადად რამდენად სწორად მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს ჩვენი აპლიკაცია. შემდეგ ეს არის usability testing. Usability testing ეს არის უფრო მეტად UX-ის შეფასება და შემოწმება, ანუ რამდენად მომხმარებლის გამოცდილება როგორია ამ აპლიკაციაზე. ანუ UX, რამდენად კარგი გვაქვს user experience, მომხმარებლის გამოცდილება, ანუ ვთქვათ, მე როდესაც რაღაც აპლიკაციას ვიყენებ, როგორია ჩემი გამოცდილება, ვთქვათ, რაღაცას ვეძებ UI-ზე უბრალოდ, ხო, რაღაც ხილაკს რამდენად მარტივად შემიძლია მივაგნო, ანუ რამდენად მოკლედ UX უბრალოდ რამდენად გამართულია მომხმარებლის გამოცდილება, რამდენად კარგი ამ შემთხვევაში, აი მაგალითად ნავიგაციას მაგალითი გვაქვს, ნავიგაცია რამდენად მარტივად ხდება UI-ზე, რომ მარტივად შეუძლია. აი მაგალითად რაღაცის ჩამოწერა თუ მინდა, იქ რაღაცა 10 რაღაცაზე დაკლიკება რო არ დამჭირდეს და მარტივად ვთქვათ 2 ღილაკით ან 1 ღილაკით რო შევასრულო ის რაც მინდა. ანუ მომხმარებლის გამოცდილება რამდენად მარტივია და კარგი, სწორი ამ შემთხვევაში. და შემდეგ ეს არის accessibility testing. Accessibility testing საკმაოდ მნიშვნელოვანი ტიპი გახდა non-functional testing-ის ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, რაც გულისხმობს, რამდენად ყველის მხრიდან accessible არის აპლიკაცია, რამდენად ყველასთვის ხელმისაწვდომი. სწორი სიტყვა, რამდენად ყველასთვის ხელმისაწვდომია ჩვენი აპლიკაცია. ამ შემთხვევაში ძირითადად რა თქმა უნდა მოკლედ ისეთი რაღაცები დავტესტოთ და შევამოწმოთ, რაც ასე იგი რა შემთხვევებშიც, აი ვთქვათ, ნებისმიერი disability-ის მქონე ადამიანი, ანუ ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი, სთვის მოკლედ მარტივად გამოსაყენებლად იქნება ამ შემთხვევაში, ვისაც მხედველობა აქვს, ვთქვათ, დაქვეითებული, რომ
დავარწმუნდეთ, რომ აი მაგალითად keyboard-ით, ანუ კლავიატურით, აი ვთქვათ, რაღაც კონკრეტული ღილაკების კომბინაციით, მაგალითად command shift და ასე შემდეგ, შეგვიძლია რომ ყველაფერი გავხსნათ. აი ვთქვათ, რაღაცა კონკრეტულს გახსნათ თუ გვინდა, რომ keyboard-ით შეგვიძლია მოკეთ ნებისმიერ აპლიკაციის ნებისმიერ features, რომ არის ხელმისაწვდომი, ვთქვათ, მხოლოდ keyboard-ით ამ შემთხვევაში. ან რო რაღაც ისეთი voice over და რაღაც ისეთი ვთქვათ რაღაც ისეთი ფუნქციონალები, რომლებიც ვთქვათ ხმით კითხულობს აპლიკაციას, ნამდვილად სწორად კითხულობს ყველაფერს, ვისაც სმენა აქვს დაქვეითებული მათთვის და ასე შემდეგ. მოკლედ, accessibility testing ეს არის იმის ვერიფიკაცია, რომ ნამდვილად ჩვენი აპლიკაცია ყველა ტიპის ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი. Okay. ჩავამთავრეთ იდეაში, ვისაუბრეთ უკვე functional testing-ზე, ვიცით რა არის functional testing-ი. Functional testing-ი ტესტავს, რას აკეთებს აპლიკაცია, აკეთებს თუ არა ის, ანუ რას აკეთებს აპლიკაცია, მოთხოვნების შესაბამისად მუშაობს თუ არა ის. და non-functional testing ეს არის როგორ აკეთებს აი ამ ყველაფერს აპლიკაცია. აქედან გამომდინარე, ვისაუბრეთ უკვე თითოეულ მათგანის ტიპებზე, ვიცით functional testing-ის ძირითადი ტიპები და non-functional testing-ის ძირითადი ტიპები, მათი განსხვავებებით და რეალური მაგალითებით. ანალოგიურად ეს მაგალითები შეიძლება გამოგადგეთ საკმაოდ, ვთქვათ ინტერვიუის დროსაც, შესაბამისად, დარწმუნდით, რომ კარგად დაიმახსოვრებთ და გააზრებულად. ეხლა უბრალოდ გავაკეთოთ შედარება functional და non-functional testing-ს შორის, ანუ ესე იგი, ამ შემთხვევაში, ლოგინის შემთხვევაში მომხმარებელი რომ მომხმარებელს ნამდვილად შეუძლია რომ ლოგინის ფუნქციონალს როცა ტესტავთ, მომხმარებელს ნამდვილად შეუძლია რომ შევიდეს თავის აკაუნტზე. და non-functional-ი ანალოგიურად იქნება ის, რამდენიც სწრაფად იხსნება აკაუნტი. ანუ მაგალითად მე რა სწორ credentials შევიყვან, სწორ მონაცემებს და დავაწვევი login buttons, მომხმარებელი შევიდა თავის აკაუნტზე, ეს იქნება functional testing-ი და ამ შემთხვევაში თქვა ძალიან დიდი ხანი დაჭირდა, ანუ რაღაც არ ვიცი რამოდენმე მოკეთ. დიდი ხანი დაჭირდა, რომ ჩემი აკაუნტი გახსნილი იყო, ანუ ეკრანზე ჩემი აკაუნტი და ჩემი მონაცემები გახსნილი იყო. ესე იგი, ეს არის non-functional testing-ი უკვე, ანუ ჩვენ ვამოწმებთ, რამდენად სწრაფად გაიხსნა. ანალოგიურად, რამდენად უსაფრთხო არის, ანუ მაგალითად რაღაც კონკრეტულზე წვდომა თუ არ უნდა მქონდეს, რომ ნამდვილად არ მაქვს. ეს non-functional testing ტიპებში იქნება რამდენად, ვთქვათ, აპლიკაცია რამდენად უძლებს სტრესს, მაგალითად ძალიან ბევრი users, ძალიან დიდ data, ძალიან ბევრ მონაცემებს და ამ შემდეგ. და ანალოგიურად რამდენად შეგვიძლია რომ სხვადასხვა მოწყობილობიდან ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ბრაუზერიდან, სხვადასხვა მოწყობილობიდან რამდენად სწორად შემიძლია რომ იგივე ფუნქციონალები გამოვიყენო. ესეც იქნება non-functional-ის ნაწილი, სადაც ფუნქციური მხარე უბრალოდ შეამოწმებს, მაგალითად, ნამდვილად შევედით თუ არა აკაუნტზე, არა ის რამდენად დაგჭირდა, არამედ შევედით თუ არა. ვთქვათ, search-ის შემთხვევაში რომ რაღაცას ჩავწერთ და დავაწვევით ღილაკს, ნამდვილად UI-ს ორი დაგვიბრუნა თუ არა უკან, ანუ ჩვენ რა სიტყვაც ჩავწერით საძიებო, ნამდვილად იმის შესაბამისი შედეგები დაგვიბრუნა თუ არა და არა ის მაგალითად ჩვენ ამაზე წვდომა გვქონდა რეალურად თუ არ გვქონდა. excess-ი გვქონდა თუ არ გვქონდა და მოკლედ ასე შემდეგ, ანუ ძირითადი განმასხვავებელი არის ის, რას აკეთებს და როგორ აკეთებს. Okay. ну ხო, დღეს ვისწავლეთ functional testing-ი, ვიცით ის რა არის, ვისწავლეთ non-functional testing-ი, ვიცით თითოეული მათგანის ტიპები, ძირითადი და მნიშვნელოვანი ტიპები, ვიცით თითოეული მათგანის განმარტება, თითოეული testing type-ის განმარტება, სად ვინ რას როგორ აკეთებს და ასევე ვიცით რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით, როგორი ტიპის ტესტირება რა შემთხვევაში სრულდება. დღევანდელი გაკვეთილი მოკლედ ეს იყო, სულ შემდეგი გაკვეთილი, რომელსაც ვეცდები რომ მალე გავეზიარო ისევ ამ კვირაში, იმიტომ რომ გაგვეცდა რაღაც ნაწილი და მინდა რომ შედარებით უფრო მოკლედ მეტი სიხშირით და უფრო ხშირად დავდო გაკვეთილები, იმიტომ რომ ასე რომ ვთქვათ, ვინც მართლა მოყვებოდა და ელოდებოდა არ ჩამორჩეს და დიდი დრო არ დაგჭირეს თან ლექციის დასასრულებლად, აქედან გამომდინარე ვეცდები მაქსიმალურად რომ თუ ვთქვათ ორი ლექცია არა დამატებითი გაკვეთილი მაინც, რაც პრაქტიკულ ნაწილს გულისხმობს, ეგ გაკვეთილები მაინც ჩავსვა ლექციასთან ერთად კვირის განმავლობაში. და შემდეგი მერვე გაკვეთილი ეხება test cases და test plans, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და რაც ასევე რაღაც მხრივ უფრო მეტად პრაქტიკული ჩართულობის ნაწილს უკავშირდება test case-ების სწორად დაწერა, სად იწერება test case-ები, როგორ იწერება, test plan-ი როგორ იწერება, რა ინფორმაცია შეიცავს და ასე შემდეგ. მოკლედ საკმაოდ მნიშვნელოვანი
გაკვეთილი იქნება შემდეგიც და ასევე ტესტ კეისებზე უკვე კიდევ წერეთ ერთი რეალურად შევადგინეთ. თუმცა გითხარით ერთი პრაქტიკული გაკვეთილი, თუმცა გითხარით რომ უფრო დეტალურად ვისაც ტესტ კეისებს გავივლით, მე გაჩვენებს ხო, როგორ უნდა დავწეროთ სწორი ტესტ კეისები და მოკლედ, ამიტომ მე გაკვეთილის შემდეგ აუცილებლად კიდევ ერთ პრაქტიკულ გაკვეთილს გაგიზიარებთ, სადაც უფრო დეტალურად შევადგენთ ტესტ კეისებს. სულ ეს არის დღეს, მადლობა და რასაკვირველია, თუ დაინტერესებული ხარ ტესტირებით, გინდა შეისწავლო და რასაკვირველია უფასოდ, იმიტომ რომ ჩვენ არხზე უფასოდ გავდივართ სრულად მანუალ ტესტირების კურსს, არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა. მადლობა და ნახვამდის.